ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. სოფლიო ისტორიის გაკვეთილები. ვიკინგები. ქრისტეფორე კოლუმბამდე 5 საუკუნით ადრე, როდესაც ევროპული ცივილიზაცია ჯერ კიდევ გაურბოდა ღია ოკეანეს, ჩრდილოეთ მეზღვაურები უკვე აღწევდნენ ამერიკის სანაპიროებს. მათი სამშობლო, სკანდინავია, ევროპის ცივი ჩრდილოეთი იყო. სწორედ ამ მიწაზე ჩამოყალიბდა ხალხი, რომლის სახელმაც საუკუნეების განმავლობაში შიშის ზარი დასცა მთელ კონტინენტს. ესენი იყვნენ ვიკინგები, სკანდინავიელი მეომრები, რომლებიც თანამედროვე ნორვეგიის, შვედეთისა და დანიის მიწებზე ცხოვრობდნენ. ეს იყო ბუნებით მკაცრი მხარე, სადაც გრძელი ზამთარი, მოკლე ზაფხული და შეზღუდული რესურსები მოსახლეობას მუდმივი გამოწვევების წინაშე აყენებდა. მოსახლეობის ზრდასთან ერთად მიწის ნაკლებობა სულ უფრო მძაფრად იგრძნობოდა. გარდა ამისა, სკანდინავიური ტრადიციით, მამის მემკვიდრეობა მხოლოდ უფროს ვაჟებს ერგებოდათ. მეორე და მომდევნო შვილებს კი ბედის ზღვაში უნდა ეძიათ. სწორედ ამ პირობებმა უბიძგა ჩრდილოეთელებს შორეული ლაშქრობებისკენ. სიტყვა ვიკინგი თავდაპირველად მეკობრეს ან მოგზაურს ნიშნავდა. საინტერესოა, რომ სხვადასხვა ხალხი მათ სხვადასხვა სახელს არქმევდა. ანგლო-საქსებისთვის ისინი წარმართები იყვნენ, ფრანკებისთვის ნორმანები, ბიზანტიელები კი მათ ვარანგებს უწოდებდნენ. ეს უკანასკნელი სიტყვა ფიცს უკავშირდებოდა, რადგან ვიკინგებს ერთგულების ფიცის დადების განსაკუთრებული ტრადიცია ჰქონდათ. ვიკინგების ძლიერების მთავარი სიმბოლო და იარაღი მათი ხომალდი დრაკარი იყო. ეს გემები თავისი დროისთვის ნამდვილ ტექნოლოგიურ სასწაულს წარმოადგენდა. დრაკარები იყო გრძელი, ვიწრო და მსუბუქი, რაც მათ საშუალებას აძლევდა, როგორც ღია ოკეანეში, ისე მდინარეებში სწრაფად და დაუბრკოლებლად ეცურათ. გემის კიჩოზე ხშირად დრაკონის თავი იყო გამოსახული, რის გამოც შეერქვათ მათ ეს სახელი. ვიკინგებს იმდენად უყვარდათ თავიანთი ხომალდები, რომ მათ ოკეანის ბიზონებს ან მებრძოლ დრაკონებს უწოდებდნენ. საომარი გემების გარდა მათ ჰქონდათ სატვირთო ხომალდებიც, რომლებითაც ოჯახები გადაჰყავდათ ახალ მიწებზე დასასახლებლად. სწორედ ასეთი გემებით მიაღწიეს შორეულ მიწებს და ჩამოაყალიბეს სკანდინავიელთა კოლონიები ისლანდიასა და გრენლანდიაში. ხოლო ზოგიერთი ისტორიული წყარო მიუთითებს, რომ ისინი ქრისტეფორე კოლუმბამდე საუკუნეებით ადრე ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებამდეც მივიდნენ. ბრძოლის ველზე ვიკინგი მეომარი დაუმარცხებელი იყო. მათი მთავარი იარაღი ხმალი, ნაჯახი და შუბი გახლდათ. ხმალი განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებდა მფლობელს. მას ხშირად საკუთარ სახელს არქმევდნენ და თაობიდან თაობას გადასცემდნენ. მეტრიანი დიამეტრის მრგვალი ფარები კი მათ საიმედო დაცვას უქმნიდა. გავრცელებული მითი რქიანი მუზარადების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურ ბრძოლაში ისინი პრაქტიკულ, უბრალო რკინის მუზარადებს იყენებდნენ. ვიკინგების სისრაფე და მოულოდნელი თავდასხმები სანაპიროზე მათ უპირატესობას ანიჭებდა. 840 წლიდან მათ ხომალდებით ცხენების გადაყვანაც დაიწყეს, რამაც საშუალება მისცათ ხმელეთის სიღრმეშიც სწრაფი რეიდები განეხორციელებინათ. თუმცა ვიკინგების ცხოვრება მხოლოდ ომი და ძარცვა არ ყოფილა. შინ დაბრუნებულნი, ისინი მშვიდობიან გლეხებად და ოსტატ ხელოსნებად იქცეოდნენ. სკანდინავიურ საზოგადოებაში ქალებს განსაკუთრებული უფლებები ჰქონდათ. სანამ მამაკაცები ლაშქრობაში იყვნენ, ქალები მართავდნენ მეურნეობას, ფლობდნენ ქონებას და იღებდნენ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს. შუა საუკუნეების ევროპის სხვა რეგიონებთან შედარებით, ვიკინგი ქალები გაცილებით მეტი თავისუფლებით სარგებლობდნენ. ვიკინგების სიმამაცეს დიდწილად მათი რწმენა განაპირობებდა. მათი მთავარი ღმერთი ოდინი იყო, ომისა და სიბრძნის მფარველი. ასევე თაყვანსცემდნენ თორს, ელვისა და ჭექაქუხილის ღმერთს, რომელიც თავისი ჯადოსნური უროთი ადამიანებს გოლიათებისგან იცავდა.
სკანდინავიელებს სჯეროდათ, რომ ბრძოლაში გმირულად დაღუპული მეომრები ვალჰალაში, ოდინის დიდებულ სამფლობელოში მოხვდებოდნენ, სადაც საუკუნო ნადიმი ელოდათ. სიკვდილი მათთვის დამარცხება კი არა, დიდებული დასაწყისი იყო. ვიკინგების ეპოქის სისხლიანი დებიუტი 793 წელს შედგა, როდესაც მათი სწრაფი ხომალდები მოულოდნელად მიადგნენ ინგლისის ჩრდილოეთ სანაპიროსთან მყოფ კუნძულს და თავს დაესხნენ იქ მდებარე მონასტერს. ჩრდილოელმა წარმართებმა ტაძარი ააოხრეს, ბერები დახოცეს, ან ტყვედ წაიყვანეს, ხოლო საეკლესიო საგანძური სრულად გაძარცვეს. ამ მოვლენამ ევროპა შოკში ჩააგდო. ეკლესიის დარბევამ მსოფლიოს დაანახა, რომ ვიკინგები არა მხოლოდ მეზღვაურები, არამედ დაუნდობელი დამპყრობლები იყვნენ. დროთა განმავლობაში მათი თავდასხმების არეალი კიდევ უფრო გაიზარდა. 845 წელს ვიკინგები 120-მდე ხომალდით პარიზს მიადგნენ. ლეგენდარული რაგნარ ლოდბროკის მეთაურობით მათ ქალაქი აიღეს და მხოლოდ მას შემდეგ დატოვეს, რაც საფრანგეთის მეფემ გამოსასყიდად 7000 ფუნტი ოქრო და ვერცხლი გადაუხადა. მოგვიანებით მათ ესპანეთი და პორტუგალია დალაშქრეს. გიბრალტარის გავლით კი ხმელთაშუა ზღვაში შევიდნენ და იტალიას, სიცილიასა და ჩრდილოეთ აფრიკას მიადგნენ. აღმოსავლეთით, დინარეების მეშვეობით, ვიკინგები რუსეთის სიღრმეშიც აღმოჩნდნენ. მათი სამხედრო უნარების გამო ბევრი მმართველი მათ დაქირავებულ მეომრებად იყენებდა. ყველაზე ცნობილი მაგალითია ბიზანტიის იმპერატორთა ვარანქთა გვარდია, რომელიც ყველაზე ერთგულ და ძლიერ ძალად ითვლებოდა. საინტერესოა, რომ ვიკინგების კვალმა საქართველომდეც მოაღწია. მე-11 საუკუნეში მეფე ბაგრატ მე-4-ის დროს 700-მდე ვიკინგი მონაწილეობდა სასირეთის ბრძოლაში, კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ ბაღვაშის წინააღმდეგ. სახელოვანმა ერისთავმა მეფის ლაშქარი დაამარცხა, ხოლო ტყვედ ჩავარდნილ ვიკინგებს სამარცხვინო სასჯელი გამოუტანა. მათ დიდი საცრები დააჭერინა და ლიხის ქედი პურის ცრით გამოატარა. ამ უჩვეულო და დამამცირებელი აქტის შემდეგ ვიკინგების ეპოქა წარსულს ჩაბარდა. სკანდინავიაში ქრისტიანობის გავრცელებამ, ძლიერი სამეფოების ჩამოყალიბებამ და გემთმშენებლობის განვითარებამ ძველი, მეკობრული ცხოვრების წესი დაასრულა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვიკინგები იყვნენ არა მხოლოდ დამპყრობლები, არამედ უშიშარი მეომრები, რომლებმაც ჩრდილოეთის მკაცრი სამყაროდან ევროპის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ეპოქა შექმნეს. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი, დოკუმენტური ფილმების სტუდია, გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი, სცენარის ავტორი, მონტაჟის რეჟისორი, ხმის რეჟისორი მირზა ცხოიძე, გახმოვანება ლაშა მურჯიგნელი.